ყველაზე გადარეული UFC-ს მებრძოლის კონორ მაკგრეგორის ვიდეოს მეორე ნაწილი. ვისაც პირველი ნაწილი არ გინახიათ, გირჩევთ ნახოთ, იმიტომ რომ იქ არის მოყოლილი კონორ მაკგრეგორის მძიმე გზა, რომელმაც მან გაიარა და გახდა UFC-ს დროებითი ტიტულის ჩემპიონი. ეხლა კი გავიგებთ, როგორ გახდა UFC-ს ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი და არა მარტო ერთ წონთ კატეგორიაში, არამედ ორ წონთ კატეგორიაში და ვნახავთ მის ბირთვულ პრესკონფერენციებს. იმის მერე რაც კონორმა დააფინიშა ჩად მენდესი და მოიპოვა დროებითი ტიტული, გავიდა 6 თვე. UFC-მ როგორც იქნა შეახვედრა ნოტარიუს მოქმედი ჩემპიონი ჟოზე ალდო. სანამ შერკინება შედგებოდა, მაკგრეგორმა თავისი ტრეშ-ტოლკით ისე დღეში ჩააგდო ბრაზილიელი, რომ ის წინასწარ უკვე იყო განადგურებული. მოდით დღეს მაქსიმალურად მოკლედ ვნახოთ, როგორ გამოიყვანა კონორმა ალდო მდგომარეობიდან. იცი რას ნიშნავს ბრაზილიურად ეს სიტყვა? Puchos. აი ზუსტად ასე მიზანში, ყბაში ერთი დარტყმა და ის მოკვდება. ამ ქალაქის მფლობელი ვარ, რიოს მეფე ვარ. რამოდენიმე საუკუნის წინ ალდოს ფაველებს თავს დავესხმოდი და თავს მოვაგლიჯავდი ყველას, ვისაც მუშაობის ტრაკი არ ქონდა, მაგრამ ეხლა სხვა დროა, ამიტომ ამ პატარა Puchos ოქტაგონში მოული. თვალებში მიყურე პატარა კაცუნა, ლილიპუტო, მალე შენ მოკვდები. მიდი მითხარი რამე, ხმა მოიღე Pucho. ეს ტიპი მოსიარულე მიცვალებულია, ოქტაგონში დაგენძრა. ვითომ ჩემს თვალებში რამე სხედა, ვერაფერს ხედავ, ბოზო, ბრაზილიელი Pucho. რისი ტრაკი გაქვს შე ბოზო? მომეცი ეს კამარი, ეგ შენი არ არის. ეი ბოზო, შენ ახლა დუბლინის მეფეს უყურებ. მომეცი ეს კამარი და გააჯვი აქედან, ეს კამარი ჩემია. მოდი რამის ტრაკი თუ გაქვს, გამომართვი ეს კამარი. რისი ტრაკი გაქვს, რისი? უტრაკო Pucho. როგორ მომწონს ყველაფერი. დაენძრია ადგილზე შენ წინაშე ნამდვილი მეფეა ბოზო. ყლიფონ, ნეტა რისი ტრაკი გაქვს ბოზო? მომიახლოვდი Pucho. Pucho სუნი მცემს, შენ Puchos გრძნო ბოზო. ალდო სულიერად გაგანადგურე, შენს თავში ვზივარ, შეპატარა ძუკნა. უთხარით რომ მამამისი ვარ. მოდი შვილო, მუხზე დაჯექი. მოდი მამასთან პატარაო. წინასწარ ვხედავ როგორ ეცემა ეს ლილიპუტი პირველივე რაუნდში ჩემს წინაშე სახით ოქტაგონში. ამასთან ერთ რაუნდზე მეტი არ მჭირდება. ეს ბრძოლა დამთავრდება ისე მალე, რომ ალდო ვერც კი მიხვდება რა მოხდა. გთხოვ ალდო, ბრძოლის დღეს დროზე მოდი. არაფერი იტკირო მართლა. თუ გინდა მოგივდი, გაგიფრთხილდები. ბრძოლის დღეს იყავი ჯამფთელი. მე შენ ხომ სინამდვილეში მიყვარხარ პატარაო. მიყვარხარ როგორც Pucho. პირველ სერიაში ვნახეთ როგორ გამოიყვანა ნოტარიუსმა მდგომარეობიდან დასტინ პორიე, მაგრამ აქ კონორმა არა მარტო ალდო გააბრაზა პულსის დაცემამდე, არამედ თავი შეაზიზღა მთელ ბრაზილიას. კონორი ჟოზეს ისე უპატივცემლოდ ექცეოდა, რომ გულის სიღრმეში ბრაზილიას მისი ეშინოდა. ალდო ხვდებოდა, რომ თუ ნოტარიუსი მას დაამარცხებდა, მთელი მისი მიღწევები ამ სპორტში განულდებოდა და აი ამიტომ მას მაკგრეგორი მთელი გულით ეზიზღებოდა და ერთი სული ჰქონდა შური ეძია ოქტაგონში. და აი ეს დღეც დადგა. 2015 წლის 12 დეკემბერს ბრაზილიელმა და ირლანდიელმა გააერთიანეს კამრები ოქტაგონში. კონორმა MMA-ის ისტორიაში ნამდვილი სიგიჟე ჩაიდინა. მან 13 წამში გაანადგურა მებრძოლი, რომელიც 66 კილოგრამში 10 წლის განმავლობაში დომინირებდა. ეს იყო UFC-ის რეკორდი ყველაზე სწრაფი ნოკაუტის სატიტულო ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებით მაკგრეგორმა და UFC მილიონები იშოვეს და გახადეს MMA ბევრად პოპულარული. კონორი გახდა ნამდვილი ზეპოპულარული ვარსკვლავი, რომელსაც ცნობდნენ მთელ მსოფლიოში. ალდოს კარიერა კი ამ შეხვედრის მერე ნელ-ნელა წავიდა ფსკერისკენ. სიზუსტე ძალაზე ეფექტურია, ტაიმინგი კი სისწრაფეზე. სწორედ ეს ნახეთ თქვენ დღეს ოქტაგონში. მაკგრეგორის გარშემო ჰაიპი ყოველ დღე იზრდებოდა გეომეტრიული პროგრესით, მაგრამ როდესაც ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ბრძოლის წინ ნოტარიუსი გასახდელში ამუშავებდა სწორედ იმ დარტყმას, რომელთაც მან ალდო დაანოკაუტა, კონორის პოპულარობა გაცდა ყველა საზღვარს.
წესით ეს ბრძოლა უნდა გამხდარიყო სტარტი კონორის განვითარების როგორც მებრძოლის, თუმცა როგორც ისტორია გვაჩვენებს, ის ამ ტრიუმფის მერე ნელ-ნელა დაიხია უკან. ნოტარიუსმა ბრძოლებით დიდი ფული იშოვა და სულ უფრო და უფრო გათამამდა. ის ფანატებს ხშირად ხვდებოდა კლუბებში არაფხიზელ და არაადეკვატურ მდგომარეობაში. მოიხმარდა ალკოჰოლს და აკრძალულ ნივთიერებებს. ეს პოპულარობის და დიდი ფულის უკუჩვენებაა. ბევრ ცნობილ ვარსკვლავმა გაფლანგა თავისი ტალანტი ანალოგიური მიზეზების გამო და სამწუხაროდ მათ შორის კონორ მაგრეგორმაც. დარწმუნებული ვარ, რომ კონორი კიდევ უფრო დიდებული სპორტსმენი გახდებოდა, რომ არა მაიმუნობა, მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ მის კარიერას და ვნახოთ კიდევ რა შეძლო ირლანდიელმა თავის კარიერაში. იმის მერე რაც ნოტარიუსმა მოიპოვა 66 კილოგრამში ქამარი, მან მოინდომა 2 დივიზიონის ჩემპიონობა. მაგ დროს 70 კილოგრამში მეფობდა რაფაელ დოს-ანიოსი. UFC-ს მოეწონა ეს აზრი და პრომოუშენმა დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. ორგანიზაციის ისტორიაში ეს იყო უპრეტენდენტო შერკინება, სადაც ერთმანეთს შეებრძოლებოდნენ 2 სხვადასხვა დივიზიონის ჩემპიონები და თუ კონორი მოიგებდა ამ შეხვედრას, ის გახდებოდა პირველი მებრძოლი, რომელიც ფლობდა 2 დივიზიონში ტიტულს. ჩემგან მარჯვნივ ტიპს ტიტული აქვს. ამის გარდა მას აღარაფერი აღარ აქვს. დოს-ანიოს გაუხევ თავს და გავხდები ორმაგი ჩემპიონი. ეხლავე გეუბნებით 70 კილოგრამში მიცვალებულების ზვინს დაგიდგავთ აქ. მართლა საინტერესოა როგორ გაგრძელდებოდა კონორის კარიერა, ეს ბრძოლა რომ შემდგარ იყო, მაგრამ სამწუხაროდ დოს-ანიოსმა ფეხი დაიზიანა 11 დღით ადრე და შეხვედრა ჩაიშალა. კონორი ისეთი აჟიტირებული იყო, რომ ითხოვდა ნებისმიერს ოღონდ დათქმულ დღეს ეჩხუბა. თუმცა მეტოქის მოძებნა ორგანიზაციას გაუჭირდა. თავიდან პრომოუშენი ენტონი პეტისის ან დონალდ სერონეს გამოყვანას აპირებდა. ერთი მომენტი ჟოზე ალდოსთან რევანშზეც იყო საუბარი, მაგრამ ასე მოკლე დროში მოუმზადებლად არავის უნდოდა ჩხუბი და სწორედ მაგ დროს გამოჩნდა სტოქტონის განგსტერი ნეით დიასი, რომელმაც რამოდენიმე თვის წინ დაამარცხა მაიკლ ჯონსონი და მაშინვე გამოიწვია ირლანდიელი. კონორ მაგრეგორ, შენ ყველაფერი წამართვი რის გამოც მუშაობდი, შენ ნაბოზარო. შენ კარგად იცი რა არის ნამდვილი ჩხუბი, ნამდვილი ფულიანი ჩხუბი, ეს მე ვარ. დიაზი მზად იყო ასე მოკლე დროში ეჩხუბა, მაგრამ ჰქონდა თავისი პირობები. ნეიტი ფიზიკურად ვერ მოასწრებდა წონის დაკლება 70 კილოგრამამდე, ამიტომ დაპატიჟა ნოტარიუსი 77-ში. მაგრეგორმა მიიღო ეს პირობები და როგორც ისტორიამ გვაჩვენა, მან იჩქარა. ჩემი ნასკები უფრო ძვირია ვიდრე შენი მაისური. ბანკროტში ხარ შეძუკნა. მე შემიძლია გიყიდო და 100 ჯერ გაყიდო. ამ უფორმო ძროხას მალევე მოვაგლიჯავ თავს. ყლე არ მომჭამო. მე მომწონს ნიკის უმცროსი ბუნჩულა ძმა, ვითომ განგსტერი. ის თავის თავს უწოდებს განგსტერს და ბავშვებს ასწავლის ჯიუჯიტსუს. ზებრაზე კი გადაყავს ბებიები. რა დროსაც მარჯვენა ხელში უჭირავს წარმოსახვითი იარაღი, მარცხენაში კი საბავშვო სათამაშოები. რის განგსტერი ხარ, ბიჭო? მაგრად მკიდია შენი საჯარო ყლეობები, მოკეტი და ჩაიჯვი, ბოზო. ამ ყლეს დიდი გული სტეროიდების გამო აქვს. რიებს ბაზრობ, ნუ ახსენებ შენ სახელს სტეროიდებთან ერთად. მე ამის წინააღმდეგი ვარ. დღეს ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ ცოტა ფულზე, რადგან ჩვენი არხი არის ბიზნესზე. ამ თემაზე საუბარი მე მომანდეთ. ნეით, შენ ჯობია ყავაზე გავარდე. მიდი იქამდე მე ვისაუბრებ. მოდით მიკროფონები შევაერთოთ. შეგიძლიათ 10-მდე დათვალოთ? ნეიტმა 5-ზე მეტი დათვლა არ იცის. 10. კაი, დათვალე 5-მდე თუ შეგიძლია. წადი შენ დედასაც შევეცი. წადი ნეით, ყავა მომიტანე, ღარიბო კაცო. ამ ბრძოლის პირველი რაუნდი თითქმის მთლიანად დგომში წარიმართა. დიაზი მწარედ იკმინებოდა თავისი ქუჩური კროსებით, კონორი კი კარგად იცავდა დისტანციას და ეფექტურად მუშაობდა კონტრშეტევებზე. მან ნეიტს წარბიც კი გაუხია და საერთო ჯამში ამ ბრძოლის მონაკვეთში ნოტარიუსი შედარებით ეფექტური იყო. მებრძოლებმა მეორე რაუნდი კიდევ უფრო აგრესიულად დაიწყეს. დგომში აშკარად კონორი უფრო უკეთესი იყო. მან მთლიანად გაასისხლიანა ნეიტის სახე. თუმცა დიაზი მაინც წინ მიიწევდა და ამას აკეთებდა იქამდე, სანამ თვითონაც არ დაიწყო მიზანში მოხვედრა. და აი მეორე რაუნდის ბოლოს მებრძოლები პარტერში ჩადიან, სადაც სტოქტონელმა გამოიყენა თავისი ჯიუჯიტსუ და დაახრჩო ნოტარიუსი. ამ გამარჯვებამ დიაზი გახადა ვარსკვლავი და დიდი ფული მოუტანა. კონორმა კი ღირსეულად მიიღო მარცხი და დაიწყო ფიქრი რევანშზე.
Not surprised, motherfuckers. ვფიქრობდი, რომ პირველივე რაუნდში შემიძლია ამ ბრძოლის დასრულება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამძლეობა დამაკლა. ასე თუ ისე, მე თავმდაბალი ვდგევარ როგორც მარცხით, ასევე გამარჯვებით. ნეიტს დიდი პატივი სცემა, რადგან მან გამოწვევა 2 კვირით ადრე მიიღო. ის ამ ბრძოლაში უფრო ეფექტური იყო, ვიდრე მე. ვფიქრობ, გამძლეობა დამაკლა, თუმცა ასეთი დარტყმების მერე ჩემს წონაში ვერც ერთი მებრძოლი ვერ გაუძლებდა შეხვედრას. ნეიტმა კი ყველა დარტყმა მიიღო და გააგრძელა ჩხუბი. შემდეგში უფრო უკეთესი ვიქნები და აუცილებლად დავბრუნდები. ამ მარცხის შემდეგ კონორს შეეძლო ტიტულზე ებრძოლა 70 კილოგრამში, ან ტიტულით დაეცვა 66-ში, მაგრამ მან რევანში აირჩია სტოქტონის განგსტერთან და ეს სპორტსმენები შეხვდნენ ერთმანეთს კიდევ ერთხელ 2016 წლის 21 აგვისტოს UFC 202-ზე. მაგრეგორმა პრესკონფერენციაზე დააგვიანა, რის შემდეგაც თავის ჩვეულ მანერაში დაიწყო ნეიტის შეურაცხყოფა. საქმე ბოთლების სროლებით დამთავრდა. საბედნიეროდ ორგანიზაციის დაცვამ მებრძოლები ერთმანეთთან არ მიუშვა. Watch him fight hard, but fight clean. If you want to touch gloves, touch now. Good luck, you both. McGregor. Diaz. ეს შერკინება გრძელდებოდა 5 რაუნდს. მებრძოლებმა ნამდვილი სისხლიანი შოუ მოაწყვეს ოქტაგონში. მოგვიანებით ეს შერკინება აღიარეს აწლეულის ბრძოლად და ორივე სპორტსმენმა განწირული ჩხუბისთვის ბონუსი მიიღო. საერთო ჯამში დიასმა მეტი დარტყმა გაუტარა თავის მეტოქეს და ერთი პერიოდი კონორი ოქტაგონში პირველად თავის ცხოვრებაში გაურბოდა ოპონენტს. თუმცა მაგრეგორი უფრო ზუსტი იყო და გაიმარჯვა, ოღონდ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით. ამ შეხვედრის მერე ფანები და ექსპერტები გაიყვნენ. ზოგი თვლიდა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება ნეიტს ეკუთვნოდა და ზოგი კი მაგრეგორს უჭერდა მხარს. როგორც არ უნდა იყოს, ირლანდიელმა გაიმარჯვა. დიაზი სასტრაფოდ ითხოვდა რევანშს, სხვათა შორის ნეიტი დღემდე ცდილობს მესამეჯერ შეხვდეს ნოტარიუსს და გაარკვიოს, ვინ არის საუკეთესო. თუმცა მაგრეგორს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. მას სურდა მეორე ტიტულის მოპოვება 70 კილოგრამში და რევანშზე უარი განაცხადა. სანამ ნეიტი და კონორი არ ყვებდნენ ერთმანეთში ურთიერთობებს, 70 კილოგრამში საინტერესო ამბები მოხდა. ედი ალვარესმა პირველივე რაუნდში დააფინიშა მოქმედი ჩემპიონი რაფაელ დოს ანიოსი და გახდა დივიზიონის ახალი ჩემპიონი. კონორს და ალვარეს შორის სატიტულო ბრძოლა 2016 წლის 13 ნოემბერს შედგა და აქაც ნოტარიუსმა შეგნებულად დააგვიანა პრესკონფერენციაზე. ბოდიში რომ დავაგვიანე, მაგრამ მაგრად მკიდია. ჩემამდე რაც ილაპარაკა ალვარესმა მაგრად მკიდია. ირლანდია დაბრუნდა, ნიუ-იორკი ჩვენია. მე ვარ აქ ბოსი და ჩემს გარეშე მთელი ეს გემი ჩაიძირებოდა. მე ამათგან განსხვავებით ჩემი დროით მუშაობ, ასე რომ აქ მე კიდევ ადრე მოვედი. ეხლა კარგად მომისმინეთ, ეს ქალაქი ირლანდიელებმა ააშენეს და დღეს ჩვენ დავბრუნდით იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ყველა უფლებები. მისტიკ მაგი წინასწარ მეტყველებს, რომ მე ალვარეს პირველივე რაუნდში დავაფინიშებ და გავხდები პირველი, ვინც მოიპოვებს 2 კამარს. იცით რატო? იმიტომ რომ მე ამ ქალაქის მეფე ვარ, ნიუ-იორკი ჩემია. კონორი ჩემთვის მარტივი ფულის შოვნის საშუალებაა. ერთი კამარი ერთ მხარზე, მეორე მეორეზე. თქვენ მთელი ჯარი დაგჭირდებათ ეს კამრები, რომ მომხსნათ. Fight hard, but fight clean. If you want to touch gloves, touch them now.
2016 წლის 13 ნოემბერს კონორ მაკგრეგორის სატიტულო შერკინებით შეხვდა დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს ედი ალვარეს. პირველივე რაუნდის დასაწყისშივე ნოტარიუსმა მოახერხა მოქმედი ჩემპიონის დანოკდაუნება, თუმცა ალვარესი მალევე წამოდგა. ამ რაუნდში კონორი ჯობნდა თავის მეტოქეს ყველა ასპექტში და მოახერხა რამოდენიმეჯერ ედის წაქცევა. მაკგრეგორი არ აძლევდა საშუალებას ალვარესს გდება შეესრულებინა. მართალია ირლანდიელის წინასწარმეტყველება არ ახდა, თუმცა ამ ბრძოლის მონაკვეთში ის უპირობო ლიდერი იყო. One for the notorious. A big round one and ნოტარიუსის დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. კონორი ეფექტურად უტევდა ედის კონტრკომბინაციებით, იყო საგრძნობლად სწრაფი და ბლოკავდა ალვარესის ჭიდაობას. ერთი მომენტი მაკგრეგორი ეღადავებოდა კიდეც ედის და მალავდა ხელებს ზურგს უკან. ერთადერთი რაც მოახერხა მოქმედ ჩემპიონმა, ეს იყო კლინჩში ბადესთან. მაგრამ როგორც კი მებრძოლები დაუბრუნდნენ დგომში ჩხუბს, ნოტარიუსმა დარტყმების კომბინაციით დაანოკაუტა ალვარესი და აი ასე 28 წლის ასაკში კონორ მაკგრეგორი გახდა UFC-ის ისტორიაში პირველი, ვინც წელზე მოიხვია ორი წონითი დივიზიონის კამარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში გადაუხადო არავის ორმაგ ჩემპიონს ყველა კიდია ბიჭო. ბევრი ვერ დაიჯერეს, მაგრამ ეს ჩემთვის ნაცნობი სიტუაცია იყო. ჩემს გონებაში ამ მომენტს იმდენჯერ ვატრიალებდი, რომ 100% დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში. ამ გამარჯვების შემდეგ კონორმა შესვენება აიღო. ის იცახდა, რომ მას სჭირდება დასვენება, ოჯახთან დროის გატარება და დაამატა, რომ მისი რჩეული ორსულად იყო. თუმცა ნოტარიუსის სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდა. მან მალევე გამოაცხადა, რომ ის კრივში შეერკინება პლანეტის საუკეთესო მოკრივეს ფლოიდ მეივეზერს. Ladies and gentlemen, the reigning, defending 155-pound champion of the UFC, the notorious Conor McGregor. კიდია ეს იქნება რინგი თუ ოქტაგონი, ყველას გავხევ. ფანატები შენს მაგივრად არ იქნებიან რინგზე. თუ ის ნუტყნა ოქტაგონი შენ არ კიდია. ეს მიკროფონი მუშაობს, გააჯმევინეთ. აქ ვინც ხართ სამთვლაზე, შევეცი მეივეზერს. 1, 2, 3. გესმის როგორ ევასები ხალხს? აბა კიდევ ერთხელ. 1, 2, 3, fight the Mayweather! Hey, Steve, შენ შეგეცი, შენ იცი რატომაც შეგეცი პატარა ძუკნა. ჩემი მიკროფონის გათიშვა გინდათ? ვერ მოგართვით. სირიკო ძიძა და ბოზანდარა ფლოიდი. ჩემგან მარჯვნივ 50 სტრიპტიზორია. ფლოიდ, რატომ დადიხარ სტრიპტიზორებთან ერთად? შეხედეთ როგორ მაცვია, შემაფასეთ. და ამ ყლეობას რა აცვია შეხედეთ? ბიჭო, 40 წლის კაცი ხარ, რატო იცმევ 12 წლის ლაწირაკივით და ეს ჩანთა რაღა ყლეობაა? 40 წლის კაცი ხარ, არ გსხვენია? ჩემი მეტოქეებისგან ბევრი გამიგია თუ როგორ გამთიშავენ და დამამარცხებენ, მაგრამ სად არიან ისინი ეხლა? ბავშვობიდანვე მამა ჩემი მასწავლიდა კრივის სხვადასხვა კომბინაციებს და იცით რა? ყველა მათგანი დავიმახსოვრე და 59 გამარჯვება ამის დასტურია. კრივში რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი, ყველაფერს მივახციე. ჩემს კომბინაციებს ვარჯიშებზე ერთხელ და ორჯერ კი არ ვიმეორებ, არამედ 10 და 100,000 ჯერ. შეიძლება კონორი კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემს უკან დამარცხებული პროფესიონალების მთა დგას. ამ შეხვედრის მერე ვაპირებ ბრძოლას MMA-შიც და კრივშიც. გამარჯვების შემდეგ ალბათ ახალ საბრძოლო ხელოვნებას შევქმნი და ყველას, ვისაც მოუნდება ჩემთან ბრძოლა, ჩემი წესებით იჩუბებენ. ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო ელოდებოდა. ანალიტიკოსების და ექსპერტების უმრავლესობა თვლიდა, რომ მეივეზერი გაიმარჯვებდა, მაგრამ არსებობდა შანსი კონორის გამარჯვების. ეს იყო მცირე შანსი, მაგრამ წარმოიდგინეთ ნოტარიუსს ამ ბრძოლაში რომ გაემარჯვა, ალბათ მასზე პოპულარული სპორტსმენი ამ პლანეტაზე არ იარსებებდა. მეივეზერი ისეთი დარწმუნებული იყო თავის გამარჯვებაში, რომ თავის თავზე $5 მილიონი დადო. ასევე სპეციალურად გამარჯვებულისთვის სპეციალური კამარი შეიქმნა, რომელიც იყო მომზადებული ალიგატორის ტყავისგან, სადაც გამოყენებული იყო კილონახევარი ოქრო, 3360 ბრილიანტი და უამრავი სხვა ძვირადღირებული ქვები. როგორც იძახიან, კამრის თვითღირებულება $1 მილიონ აღემატებოდა. ორგანიზატორები ამ ინფორმაციას დღემდე არ ასაჯაროებენ.
ისტორიული ორთაბრძოლა კონორ მაგრეგორს და ფლოიდ მეივეზერს შორის შედგა 2017 წლის 26 აგვისტოს ლას-ვეგასში T-Mobile არენაზე. ეს იყო 12 რაუნდიანი შეხვედრა, სადაც ნოტარიუსმა დებიუტანტისთვის კარგად გამოავლინა თავი. პირველ რაუნდში კონორი უკეთესი იყო, დანარჩენ 3 რაუნდში სპორტსმენებმა თანაბარი ბრძოლა გვაჩვენეს. მეივეზერი არ ჩქარობდა, მიყვებოდა სტრატეგიას, გეგმა იყო მაგრეგორის დაღლა და ბოლოს დაფინიშება. ამიტომ პირველი 4 რაუნდი ფლოიდი ძირითადად იცავდა თავს, აძლევდა მუშაობის უფლებას ირლანდიას და აი მეხუთე რაუნდიდან, როდესაც კონორს უკვე ეტყობოდა დაღლა, მან ნელ-ნელა მოუმატა ტემპს და შეცვალა ბრძოლის მიმდინარეობა. მეცხრე რაუნდში კონორი უკვე ძალიან დაღლილი იყო. მეივეზერმა ის რამის დააფინიშა, მაგრამ ირლანდიელმა ამ წნეხს გაუძლო, რაც ნამდვილად დასაფასებელია და აი მე-10 რაუნდში ფლოიდი უპასუხოდ დომინირებდა და მსაჯმა გააჩერა შერკინება. ფლოიდ მეივეზერმა 40 წლის ასაკში თავისი 50-მე შეხვედრა მოიგო ტექნიკური ნოკაუტით და დაამტკიცა, რომ ის ნამდვილი ლეგენდაა. ეს შერკინება კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრძოლა იყო. ოფიციალურად ორგანიზაციისგან მეივეზერმა $100 მილიონი მიიღო, კონორმა კი 30. თუმცა ეს თანხა დასახელდა ოფიციალურად პირდაპირ ტრანსლაციებიდან და სარეკლამო სააგენტოებიდან შემოსული თანხის გარდა. არაოფიციალურად კონორმა ამ მარცხში $130 მილიონი გამოიმუშავა, მეივეზერმა კი $400 მილიონი. კრივის ისტორიაში მხოლოდ ერთი შერკინება იყო უფრო ძვირადღირებული და იქაც მეივეზერი მონაწილეობდა, როდესაც ის შეხვდა მენი პაკიაოს. კონორი ნამდვილად უკეთესი იყო, ვიდრე ამას ვიფიქრებდი. ის მძიმე მეტოქია, მაგრამ მე უკეთესი ვარ. კი, ეს იყო ჩემი გეგმა. ამ საკითხზე დიდი ხანია ვმუშაობთ მე და მამაჩემი. MMA-ში 25 წუთი იბრძვიან. მიზანი იყო მიმეცა საშუალება კონორს მძიმე დარტყმები განეხორციელებინა და ბოლოს მე მემუშავა. ეს იყო ჩემი ბოლო შერკინება, ბოლო ცეკვა სპორტში და მიხარია, რომ შევხვდი ამ დონის სპორტსმენს. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს. ჩვენ კაი ჩხუბი გამოგვივიდა. ბრძოლის დასაწყისში მე ფლოიდს პრობლემები შეუქმენი, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალია. ის იყო დისციპლინირებული და არ ეგებოდა პროვოკაციებს. ყველაფერს აკეთებდა სწორედ. გავიგე, რომ შენ ბრძოლის წინ სამჯერ შეცვალე სტრატეგია. შენი საქმე ნამდვილად კარგად იცი. ეს ნამდვილი კარგი ჩხუბი იყო. ძნელია თქვა, შემდეგ რა იქნება. კონორმა მეივეზერთან კარგად იბრძოლა, იშოვა ძალიან დიდი პული და როდესაც ის იქნება მზად, მეტყვის და დაბრუნდება UFC-ში. ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის. განსაკუთრებულად საინტერესო არის კონორის და ჰაბიბ ნურმაგომედოვის ომის ამბავი. მართალია მესამე ნაწილში ჩვენ ვნახავთ კონორის კარიერის დაცემას, მაგრამ ნოტარიუსი ამაშიც ყველაზე მაგარი იყო. მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ მესამე ნაწილი, სადაც ნახავთ UFC-ის ისტორიაში ყველაზე მწარე trash talks პრესკონფერენციიდან. ასევე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და გადაგიხადოთ ყველას, ვინც დონაციით ამ დღეებში არხს გვერდში დაუდექით. ძალიან გამიხარდა და ამით მე დიდი мотивация მომეცა. დონაციაზე ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ, მე კიდევ გემშვიდობებით. შევხვდებით ვიდეოს მესამე ნაწილში. No, I sent you message. We talk with you. Book your message. Yes.